პიტერ ბრეიგელ უფროსის ნამუშევარი ბავშვთა თამაშობანი. ცნობილია, რომ ამ მრავალფიგურიან კომპოზიციაში ავტორმა 200-ზე მეტი ბავშვი გამოსახა. ისინი ქალაქის მთავარ მოედანზე, ქუჩაზე, გაზონზე, მდინარეში და მდინარის სიახლოვეს ჯგუფ-ჯგუფად თამაშობენ. 1560 წელს ბრეიგელის მიერ შექმნილი ეს ნამუშევარი მეტად საინტერესოა ეთნოგრაფთათვის. ბრეიგელმა მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცა მისი მოღვაწეობის პერიოდში გავრცელებულ თამაშთა დინამიკა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნამუშევარზე წარმოდგენილ თამაშთაგან ზოგიერთი 500-ზე მეტი წლისაა. ვიქტორ დე მაიერმა, გუსტავ გლუკმა, ჟანეტ ჰილსმა, სანდრა ჰიდმანმა მრავალი წელი დაუთმეს ნამუშევრის კვლევას. 1981 წელს სანდრა ჰიდმანმა ნამუშევარში წარმოდგენილი თამაშების კატალოგიც კი შეადგინა. ბავშვების ნაწილი თოჯინებით, ნაწილი ნიღბებით, ხის ცხენით, მუსიკალური ინსტრუმენტებით, წერებით, თოკით, ჯოხზე წამოწმული ქუდით, ან თუნდაც ლენტშებმული ჯოხით თამაშობს. ზოგი საქანელაზე გამოუსახავს ავტორს, ზოგი ცაპნის ბუშტების გაბერვის პროცესში. ზოგი ცდილობს გამოიცნოს, რას მალავს ხელში მისი მეგობარი. ეს სცენა ბევრისთვის ნაცნობ თამაშს ოქროს ტახტს მოგვაგონებს. ზოგიერთი ჭის შენებით ირთობს თავს, ნაწილი კი ღობეზე და ხეზე ასვლას ლამობს. დანარჩენები კი არხეინად შემოსკუპულან ღობეზე. ჯგუფ-ჯგუფად წარმოდგენილი ბავშვების ნაწილი დაჭერობანას, ნაწილი დამალობანას თამაშობს. გარკვეულწილად ეს ნამუშევარი ბავშვთა თამაშების ვიზუალურ ენციკლოპედიას მოგვაგონებს. დღესდღეობით ნამუშევარი ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმშია დაცული.